აქ ქვემო სილეზიის სამყუდრო ქალაქში, ძერჟონიურში, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საფლავის ქვა დგას. თუმცა მის მიღმა ორი ერის თავისუფლებისთვის თავდადებული პიროვნების დაუჯერებელი ისტორია ცოცხლდება. ახლა მე იმ ობელისკთან ვდგავარ, რომელიც ვალერიან თევზაძეს, ქართველ ოფიცერს, პოლონეთის ეროვნულ გმირსა და ადამიანს ეძღვნება, რომელმაც სამშობლოდან შორს უცხო სახელით, თუმცა ქვეყნის დიდი სიყვარულით განვლო გზა. მისი ამბავი 1892 წლის 10 თებერვალს იწყება. 1914 წელს თბილისის სამხედრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ის პირველი მსოფლიო ომის ქარცეცხლში კაპიტნის ჩინით ჩაება. ვალერიანი მხოლოდ იარაღით არ იბრძოდა. მთავარი მოვალეობის შესრულებასთან ერთად ის ქართველ ჯარისკაცებთან შორის წერა-კითხვის გავრცელებასაც უწყობდა ხელს. 1917 წლის დეკემბერში თევზაძე თბილისში ბრუნდება და ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ჯარის განუყოფელი ნაწილი. 1918-დან 1921 წლამდე ის ყველგან იყო, სადაც სამშობლოს უჭირდა. მონაწილეობდა ოსმალეთთან, სომხეთთან, დენიკინელებთან, მესხეთის აჯანყებულ მაჰმადიანთა და საბჭოთა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში. ის უკვე პოდპოლკოვნიკია. გენერალ ილია ოდიშელიძის გვერდით საჯარისო წესდებებზე მუშაობს და ამავდროულად ასრულებს უმნიშვნელოვანეს საიდუმლო სამხედრო მისიებს ოკუპირებულ აჭარასა და სოჭის ოლქში. საბჭოთა ოკუპაცია მისი ცხოვრება ემიგრაციაში გადაისროლა. ჯერ თურქეთი, მერე გერმანია და ბოლოს პოლონეთი. ბევრის მსგავსად მასაც იმედი ჰქონდა, რომ ბოლშევიკები მალე დამარცხდებოდნენ, თუმცა სამშობლოში დაბრუნება აღარ ეწერა. თავის მემუარებში ის მწარედ წერდა. ჩემი იმედი უსაფუძვლო აღმოჩნდა. რუსეთის ხალხი მიჩვეული მონობას უყოფმანოდ დაემორჩილა ბოლშევიკურ ხელისუფლებას. ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობის მუშაობით მარშალმა იუზეფ პიდლუსკიმ 200-მდე ქართველი სამხედრო მიიწვია პოლონეთის არმიაში. მათ შორის იყო ვალერიან თევზაძეც. მან სამხედრო კარიერა ნულიდან დაიწყო. დაამთავრა უმაღლესი სამხედრო სკოლა. მოიპოვა დიპლომირებული ოფიცრის წოდება და სწავლობდა სამხედრო გეოგრაფიის ინსტიტუტში. პარალელურად ასწავლიდა რემბერტოვის ქვეითთა საწვრთნელ ცენტრში და 1933 წელს ვარშავაში პოლონურ ენაზე გამოსცა ნაშრომი „კავკასია გეოგრაფიული აღწერილობა“. სწორედ აქ იპოვა სიყვარულიც და მალგოჟატა ხმელნიკოვაზე იქორწინა. 1939 წელს, როცა ფაშისტური გერმანია პოლონეთს თავს დაესხა, ვალერიან თევზაძე ვარშავის დაცვის ჩრდილოეთ სექტორს ართლობდა. მამაცობისა და თავდადებისთვის მან პოლონეთის უმაღლესი სამხედრო ჯილდო, ვირტუტი მილიტარი ვერცხლის ჯვარი დაიმსახურა. ერთ-ერთი ბრძოლისას ის ტყვედ ჩავარდა, თუმცა ვერმახტის ქართველი ოფიცრების ჩარევით მალევე გათავისუფლდა. ამის შემდეგ თევზაძე ფსევდონიმით ტომაში პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა. გერმანელებმა მისი თავი 200,000 რაიხმარკად შეაფასეს, მაგრამ ხელში მაინც ვერ ჩაიგდეს. პოლონელი პარტიზანების მოუხელთებელი მეთაური, რომელსაც კავკასიელ არწივს უწოდებდნენ, დღისით მშვიდობიანი მოქალაქე იყო, ღამით კი მრისხანე მებრძოლი. მან საკონცენტრაციო ბანაკში აგენტურაც კი შექმნა, რათა ქართველ ტყვეებს გაქცევაში დახმარებოდა. 1944 წელს ის ლეგენდარული არმია კრაიოვას მე-7 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსი გახდა. ომის მიწურულს არმია კრაიოვას ხელმძღვანელობამ ქართველებს წასვლა ურჩია საბჭოთა რეპრესიების შიშით, თუმცა თევზაძემ დარჩენა ამჯობინა. მან გვარი შეიცვალა და ვალერი გრიჟანოვსკის სახელით 40 წელი იცხოვრა. მიუხედავად საფრთხისა, მან და მისმა თანამოაზრეებმა ანტიკომუნისტური ორგანიზაცია „მებრძოლი პოლონეთი“ დააარსეს. ვალერიან თევზაძე 1985 წლის 13 დეკემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს ობელისკზე და საფლავზე მისი ნამდვილი სახელი აწერია. აქვეა ამოტიფრული მისი ანდერძიც. როგორც ქართველი ვისურვებდი, რომ საქართველოში ყოფილიყავი დაკრძალული, მაგრამ ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დავიკრძალები გმირი და კეთილშობილი პოლონელი ერის მიწაზე.